აუძე მე თუ სამდამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რასტაფიჯოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ხალი ბოლოს. სიმინდი. აქეთ მრაღირს 5 ლარი 1 წალი და 3 წელს მოგცევ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაქვს წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომერიკო მარილის ვებ წაიღე. თევზებს ვაჭამი. სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭით ახლა ასე უმარილოთ. მარების გიმოარა აქ სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს ცხოვრჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგმზეზე რა. რა გემრიელ აღჭამ შენ მაქსიმინს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ახლა მარილიანია. უმეწამდება ეს. ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ახლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენ სახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ნახე ამათი პოსტი რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდეთ, ნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგიას და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო. დედა ბესხვარ არნე და მწვრთნელი. აი მე რაღაცა არ მომივიდა ახლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვაი ხა მასწავლებელი და ვანახო ერთი შენი თავი. აჩვენე ბეჭები. შეხეთე სულ გაოფლიანებულა. გაგაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავართ, ახაც გავოფლიანდე. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო. თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ, დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანახე? აი ეს. ეხლა რო დაეცა. ხო, ეხლა გეტყვით რაშია საქმე. ვაით ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონარ 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო, ერთი 3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანატრით დადიოდა სადმე? კი, დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე. ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა დიაჩემა. ხო რა ვიცი ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, ერთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტო ცარებილის ბავშვი. მოკლედ ჩაგწერთ, ნენელა ვიაროთ, შევხედოთ, სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და აი მე ოღონდ მეკარე არა, ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რა ვიცი რაღაც მეშინია. აი მე რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დათმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს ლაზარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ლაზარი წამოდი. ომარიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორე ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რადგან ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. პულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ ქალბატონო. ინგა სამლარსაც დებდო, ვინ დაუკრავდა? რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? 3 კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით, რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი, რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცი ეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსლები და რა უნდა იწეკოს გამაგებინა. აუ წამო რა ინგა ვიცი ეკოთ, კინტაურია ჩართული. მიდი. შევწყვი ჩემი სიკუთები და გააღემითი კანები. ინგა ასეთ რატომ მოხვედით რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი კინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა აბა ინგავჭი ქაუნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი მეც რო ავყები გადავიხარე და ფრიზო რო დაიძახა ამ შარომა გამომებთუნა ყველაფერი ძალიან ჩახეულია უყურე. იმე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი. არ ჩასვამენ ნუ გეშენია მით და გამოგიბილი მერე.
ანასტასია ვიცი უყვარ გადაგიღია. მაჩვენი მე. ეს ქუდი მიყიდე რა ძალიან მომწონს. გაჩერდი ახლა არ არის მაგის დრო. გამარჯობათ, ჯინსი მინდა ბავშვისთვის, მოდელები რომ აჩვენოთ და ფერები თუ შეიძლება. მოდი ჩემო კარგო, ჯინსების მეტია მაგ. აგერ ერთი სამი არჩიეთ. მარიკო განები ამათ თავი წაუსახაჭაპურიანი ხელები. მიყავს გავივლით ჩვენ მადლობა. რატო ქალბატონო რა არ მოგიწონათ? ფასია მიუღებელი. კი, მაგრამ ფასი არც მი. კარგი ერთჩენი ჭირი მე რა. ამოიც საათია დავდივარ და არაფერი გვიყიდია. წამოაი აქ შედი, მანეკენს რომ მოკლე კაბა აცვია. გამარჯობათ. მოდი ბიჭო, დაათვალიერე თუ მოგწონს რამე. და რა კაი რაღაცებია. აი მე ეს მოდელი რა ღირს? იგასი და იკუმარე შენ 90-ში წაიღი. დაიკო თორეებს ეთქა გადაყოლილი ჩემზე. რა საკეთებო მარიკო? არაფერი მანეკენს უყურებდი. ეგ ავიღოთ მომწონს. მიდი აბა გაისინჯე. ეს არა მარჯვენა მომეცი, მარცხენაზე გახეულინას კი მაცვია. და 2-3 წელი წინ დაწმინდა თუ შეიძლება. როგორ შეიძლება დაიკო აგერ არის 5-ლარიანი, 3-ლარიანი, 2-ლარიანი. აი ეს 2-ლარიანები მე მგონი რომ საუკეთესოა. აუ რა 2-ლარიანი? ეგეთი რომ აცვია იმიტომ აგახეული. კაი ხო უფრო ხარისხიანებს ავიღებ. 3-ლარიანები მომეცით 3 წუთი. მე მგონი კაია ეს აბა შეხედი. წინ ნახე თითი, სადამდე გაქვს წასული. ო, კაია. მოკლედ ავიღებთ ამას. 90 მითხარით ხო ფასი? თქვენ განვადება არ გაქვთ ხო? არა დაიკო რა განვადება 80 მომიცი თუ ეგრეა საქმე. ძალიან დიდი მადლობა, აი ინებეთ. მანახება მარიკო ეგ შარვალი როგორ კარგად არის? კარგად, მაგ გძელია ცოტა, მაგრამ არა უშავს. თან ყველაზე იაფიანია რაც ნახეთ. რა იაფიო მარიკო 70 ლარი იაფია. არა უშავს გავიჭიროთ და ვიყიდით როგორმე. თქვენ განმადება არ გაქვთ ხო? ძლებს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეჭიდები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. ოჰ, როგორ უვლის და ევლება თავს თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. პრივეტ მადო რა ვახარ. ვირა უნდა მომპაროს როგორ ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე ხო აი უყურე. ომარიკოს ქონდა ჩაპნეული ზერატოსები საერთოდ დაუდგრიფეს სულ. კიდე ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზელატოსები პედლებთან რა. ომარიკო რატო ჩამიყარე ესენი შიგნით მანქანაში? სარგარბი ხარ. ორგანალო ექსირბილი ნახავ რა. კი კაია შენთან ლაპარაკი ჩემოინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი მადო აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიამდო ბავშვი სტადიონზე. ომარიკო რა არის მეთქი ეს გეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული ომარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლიე. ბავშვებო მოდით. აი ეს აიდეა ჩემის მანქანა რო გეუბნეოდით. ღია აქ დატოვებული. მოდი ჩავსხდით. ჩემი სიკვდილი ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა რამე ხო არა მაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟბატონი. არ გაუშვა არსად, რო ამოვალ უნდა დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ კაცო ვერ ახარ შენ რა. ძე შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. ნანი. ქსავრობა რა ღერს. 1 ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. ძე შეხედე როგორ კოჭაობს ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხადოს. დედრა სუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სკოს დიაქშინო დაჭდებით ქალბატონო. თქვენი სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებძანდებით და ქარმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიოღომში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს მშვენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონი რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლების შემთხვევით. გამეცალე ახლა ერთ შენი ჭირი მე რა. ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩადასტო მოვკიდე ხელი ახლა.
გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ თვალა მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რო ვეღარ მოიტყნა შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ წაწოდა მოკბილები და გვისაგერ ახლა მეიზოვი. აი კიდე ერთი ცალი, აი ის ხარიჭი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერკვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. შედოდა ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. აი მე პოლიციამ გამაჩერა რა, ახლა გადავრჩებოდენ ნეტა რა დავარღვიე. დიეტა რო დაარღვიე, მაგიტო ხარ გადაჩერა. წადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჯუმათი ყავი ახლა. წითელზე ხარ გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ, რა დავარღვიე, თუ ნებას მომცემთ რო ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან. ორ მაგიღებსულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წაღან დაპარკინგებული მანქანა უკან აფთიაქთან. გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ბაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა ქალბატონო, მაგ რაღაცას ჭამს, აი დააკვეთით, ღეჭავს კიდეც. აი კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის. კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაბრძანდები ხოლმე უკან. წინ დაჭდომას ვეღარ ეღირსები შენ. აუ რა გინდა, მე რო რამე დამეშავებინა, შეკეგა გაჩერებდა პოლიცია. აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო, ბავშვს რატო ურტყავთ? ბაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკუტე. ინგამ რა ფოტო დამიპოსტა, ნახით? სკრინავ ჩემ ფოტოებს და პირდაპირდებს Facebook-ზე. ზემოთ აწერია საათი, Wi-Fi-ის ნიშანი და ბატარეა. აუ რა მიახალდი თქვი ძალიან გთხოვ, რა დედაჩემ ისტორი ხო ნახეთ გუშინ. ჩვენი მე-7 კლასის ვარჯიშის ექსკურსიის სურათი რა დადო, რას გავდით. აუ მაგ ფოტოში ყველაზე მაგარი იცით რა იყო? გიორგი წიგნაძე და უფროაშვილი რო გამოქვაბულიდან იყურებიან, მაშინ ეთყობა და რა პირველყოფილიც იყო. აუ მაგაზე მე თავის დროზე ვაყარდავ, რა რეძო და ზინასავით იყურებდი გამოქვაბულიდან მეთქი. თუ რა ქვიეთ მაგათ? ზეზვა და მზია. ინგა ტელეფონი გაგდასატენი იცი? სედენა წაშალი ხლიქ ფოტო რო დაპოსტი. იმიტომ რომ ერთ წამზე საათი მაწერია და მეორეზე ბატარიის პროცენტი. აუ ვიცი და ჩემს შეგეთ ფოტო დაუპოსტო, ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. დაახლოებით იგივე რაც მაშინ ქონდა ისტორიაში როზდაური ქულა იღე ეროვნულზე. აუ ხო, მაშინ ძალიან გაგიშდა, რაც კი ჭიქები ქონდა სახში სუდალეცა. იგიც მახსოვს, მეორე დღეს თებშებით ავსვავდით ცივყავას. აი ხო ყველაფერი გაგები, მაგრამ დედაჩემს ეგეთი რეაქცია არასოდეს არაფერზე ქონია. აი მართლა. Queen of Lies. რასაჭიროა ტყული ვერ ხვდები. სიგარეტს ვეწევდი დეგამბავი დედაშენ მეპილაციის ქალისგან გაიგო არ გახსოვს? ქალბატონო თქვენ შვილს გაყუთლებული ულაშები აქვს რო უთხრა. აუ მე მეგონი ეგ ისტორია აღარ გახსოვდა. 15 წელს ვიყავი მაშინ. თმებიც მაგ დროს შევიჭერი, გახსოვთ, კარე რომ მქონდა. თმა კი არ შეიჭერი, თმა შეგრჩა. დედაშენ მორ სიგარეტის ამბავზე გიცე რა თმა შეგრჩა თავზე იმას დაარქვი კარე. აუ კარეზე გამახსენდა. მამარდაშვილი რა მეკარეა? აუ ხო ეხლა შევხვდა მაგის ვიდეო. ეს რა არის? ინგამ კიდე ფოტო დამიპოსტა. ერთი წლის რო ვარ და ტაშში რომ აბანავებინ.